მომდევნო მეოთხე ტესტი იყო სააზროვნო, ანუ როგორც ყოველ წელს შედის ხოლმე ლოგიკაში, ხო, ეს შესუსტება გაძლიერების ტესტები ზუსტად იგივე იყო, უბრალოდ, ფორმულირება კითხვისა ცოტა განსხვავებული იყო, აზრი იგივეა. სტუდენტებს შეუძლიათ, რომ ლეპტოპები შეიძინონ როგორც ონლაინ მაღაზიიდან, ისე ჩვეულებრივი მაღაზიიდან. ონლაინ მაღაზიაში ლეპტოპის საშუალო ფასი 10%-ით დაბალია. ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიაში. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ სტუდენტების უმრავლესობა ლეპტოპს ონლაინ მაღაზიაში შეიძენს. ანუ ძალიან ჩვეულებრივად სწორი ნარატივია, ხო, გადმოცემული, იმიტომ რომ თუ რაღაცა ლეპტოპი პირობითად Lenovo ღირს 100 ლარი, ჩვეულებრივ მაღაზიაში მიხვალ და 100 ლარს გადაიხდი. მაგრამ ონლაინში რო შეუკვეთო, ხო, ასეთ შემთხვევაში გადაიხდი 10%-ით ნაკლებს და გამოაკლდება ეგ 10% და 90 ლარი გიწევს რომ გადაიხადო ამ ლეპტოპში, ხო? და ნახე, ამიტომო სავარაუდოა რომ სტუდენტების უმრავლესობა ლეპტოპს ონლაინ მაღაზიაში შეიძენს, იგი ფასის გამო, ხო, რომ ნაკლები თანხა გადაიხადოსო, აღარ მივა ცენტრში და იყიდის მაღაზიაში. ხა კითხვა ჩამოთვლთან ყველაში გარდა ერთისა გამოკვეთილია გარკვეული მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იყოს ეს ვარაუდი მცდარი, რომელია ეს ერთი. ანუ რას ნიშნავს ეს კითხვა? აი გარდა ერთისა რო წავშალოთ, უფრო მარტივი იქნება. ამ 5 ვერსიიდან ყველაში გამოკვეთილია გარკვეული მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ეს ვარაუდი იყოს მცდარი. ანუ 5-დან 4 ვერსია გეტყვის, რომ სინამდვილეში ადამიანები, ამ შემთხვევაში სტუდენტები, ლეპტოპს მოსალოდნელია, რომ პირიქით ჩვეულებრივ მაღაზიაში იყიდიან. მაგრამ ერთ ვერსიაში ეგ ფაქტი, რომ მაინდამაინც ჩვეულებრივ მაღაზიაში შევლენ, ეგ ასე აშკარად არ იქნება ამოტვიფრული რა. ხო? და ვნახოთ, აბა გავეცნოთ სავარაუდო ვერსიებს. ანუ ერთი ვერსია განამტკიცებს რა იმ იდეას, რომ მართლაც მოსალოდნელია, რომ ონლაინ მაღაზიაში იყიდიან, შეიძენენ ეს ადამიანები, სტუდენტები ლეპტოპს. აი ნახე, პრაქტიკის დროს უფრო უკეთ მიხვდები. აი ავერსია, ნახე, ჩვეულებრივ მაღაზიაში ლეპტოპების ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანია. ეს რას ნიშნავს? ანუ უფრო მრავალფეროვანი როგორ გესმის? აი სხვადასხვა მოდელის ლეპტოპები იყიდება, ხო? იქ იქნება, რავი, ჩვეულებრივი ეს Lenovo, Apple და სხვა ასე ნებისმიერი HP და სხვა ლეპტოპები, ხო, სხვა ბრენდები და ნახე, ასეთ შემთხვევაში თუ სხვადასხვა ასორტიმენტია, ანუ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რას ნიშნავს? არჩევანს, ხო? უფრო ფართო არჩევანია ვიდრე ონლაინში, ხო? შესაძლებელია სტუდენტების უმრავლესობის პრეფერენცია არ დაემთხვეს იმ მარაგს, რაც ონლაინში არის გამოტანილი. ანუ მაგალითად სტუდენტი ხარ, შენი მეგობარი სტუდენტია და ასე შემდეგ და რაღაც ლეპტოპის ყიდვა გადაწყვიტეთ, ხო, და შეყვედით ონლაინ მაღაზიაში და არაფერი არ არის რა. ერთი კონკრეტული ბრენდი არის, ხო? თუ ერთი კონკრეტული ბრენდია, შენი მოთხოვნა მაგარ ვერ დააკმაყოფილა. მასეთ დროს რას იზავ? დიახ, წახვალ ჩვეულებრივ მაღაზიაში და იტყვი, რომ იქ არჩევანი უფრო ფართოა და სჯობს იქ ვიყიდო, ხო, ის რაც მე მინდა. ანუ მარტივად რო ვთქვა, ონლაინში შეიძლება რაც შენ გინდა, ის არ იყოს. ან რაც გინდა რომ იყიდო და რა ბრენდიც გაწყობს, ეგ იყოს, მაგრამ 10%-ით დაბალი კი იყოს, უბრალოდ ფასი იმდენად მაღალი იყოს, რომ შეიცვალო არჩევანი და სხვა ბრენდი არჩიო, რომელიც ონლაინში აღარ იქნება. ამიტომ ავერსიაში ყველა ინდიკაციაა იმისთვის, რომ იფიქრო, რომ ანუ ცხოვრებაში ხომ ასე ხდება, სადაც შენი გემოვნების რაღაც არ იშოვება, მიდიხარ სხვაგან. ხო, და აქ მაგას გეუბნება, რომ ფასი კი დაბალია, მაგრამ შეიძლება არ იყოს ის ლეპტოპი, რომელსაც ეძებ. ხო, და მაგ თვალსაზრისიდან გამომდინარე, უფრო მრავალფეროვანი არჩევანი, რადგან ჩვეულებრივ მაღაზიაშია, მოსალოდნელია, რომ მანდ წახვალ. დიახ, ეს არ იქნება სწორი პასუხი, იმიტომ რომ ამაში გამოკვეთილია მიზეზი, თუ რატო შეიძლება იყოს ის ვარაუდი მცდარი, რომ სტუდენტების უმრავლესობა მაინც და მაინც ლეპტოპს ონლაინში შეისყიდის. არა, შეიძლება მაგ უმრავლესობამ თავიანთი გემოვნების ლეპტოპი ვერ მოძებნოს, ხო?
ონლაინში და წავა მაღაზიაში, სადაც არჩევანი უფრო ფართოა. ეს მცდარობას ადასტურებს, ანუ ასუსტებს გენერალურ მსჯელობას. ბევარიანტი, ჩვეულებრივი მაღაზიები ლეპტოპების მყიდველებს ფასიან პროგრამებს უფასოდ სთავაზობენ. ესეც დიდი პლუსია რა, იმიტომ რომ შენ თუ ფასით ხელმძღვანელობ და ორიენტირებ, როდესაც რაღაც ლეპტოპს შეიძენ, მაშინ საშუალო ფასი, კაი, 10%-ით დაბალი გადაიხადე, მაგრამ მე ეგეთი ადამიანი არ მეგულება, ვისაც პროგრამები არ ჭირდება, ხო? ელემენტარული Word-ი და Excel-ით რო დავიწყოთ, ხო და რაღაცა PowerPoint-ი და ასე შემდეგ. ანუ ჩვეულებრივი რა, ის Office-ის პროგრამები, ხო და ნახე, ეგენი ხო რეალურად ფასიანი არის, ანუ ეგ მოდაში იყო და არის ხო გატეხილი ვერსიები, თორე სინამდვილეში Windows-იც და ეგ პროგრამებიც ფასიანია, ხო და ნახე, შენ თუ იაფად იყიდე ლეპტოპი, მაგალითად აი 10 ლარი დაზოგე, როგორც წეღან გითხარი, ასისტენტს 90 გადაიხადე. სახლში მოგიწევს მაგფასიანი პროგრამების შესყიდვა. ნუ ეხლა პირატული ვერსიების განუწერაზე არ მივდივარ მაგ დაშვებაზე რა, ხო ხვდებით. ხო და რა გამოდის, რომ რა თანხაც დაზოგე, შეიძლება ფასიანი პროგრამები $50 დაგიჯდეს და მასე გაცილებით ზარალში მიდიხარ, ხო და რადგან ლეპტოპმა უნდა იფუნქციონიროს და პროგრამები საჭიროა ყველა ვარიანტში, იმიტომ რისთვის გაქვს ლეპტოპი, რაღაც პროგრამა ხო გჭირდება და ფასიანი პროგრამები ყველა ვარიანტში ექნება ლეპტოპს რა. და მასეთ დროს ნახე თან სტუდენტები რატო წერია, რა დაჭირდება სტუდენტს. გინახავთ სტუდენტი რა ოფისი არ დაჭირდეს? ვინც კი მინახავს სტუდენტი, ყველას ჭირდებოდა ეს პროგრამა, ხო? და პროგრამების ეს სინდიკატი და ერთობლიობა, ხო? და ნახე, თუ ჩვეულებრივ მაღაზიაში მიხვალ, იქვე ჩაგიწერენ ფასიან პროგრამებს უფასოდ. და ეგ დიდი პლუსია, მაგ დროს სერიოზულ ბენეფიტს გთავაზობს რიგითი მაღაზია და იტყვი, რომ აი როგორ ისაუბრებდი. მე მესმის, რომ ლეპტოპში უფრო დაბალ ფასს ვიხდი ონლაინ თუ შევკვეთავ, მაგრამ ფასიანი პროგრამები ჭირდებაო და რადგან არსებობს ეგ ალბათობა თან ძალიან მაღალი, რომ პროგრამები დაგჭირდეს, თანაც ნუ პროგრამები უფასო ძალიან ცოტაა, ან თითქმის არ იშოვება. აი ამ ფასიან პროგრამებში ზარალში რო არ გადახვიდე, ცენტრში მიხვალ, იქ იყიდი. ნუ შეიძლება 10%-ით მეტი გადაიხადო, მაგრამ სამაგიეროდ უამრავ რამდენ პროგრამაზეა საუბარი? იქნებ მილიონ პროგრამას გიწერენ და ყველაფერს უფასოდ. ხო და მასეთ დროს კი მიხვალ და იტყვი, რომ ნახე, მე რაც მჭირდება უფასოდ მომართმევენ ამ ფასიან პროგრამებს და თუ შენი ამოსავალი წერტილი არის ფულის დაზოგვა, აქაც ზოგავ და თეორიულად აქ უფრო შანსი არის, რომ აქ უფრო მეტი ასეთი მოძრაობით უფრო მეტი ფული დაზოგო, ხო? როგორც გითხარი, 10%-ით დაბალს რომ ისცემ ლეპტოპში, ეგ არ ნიშნავს, რომ პროგრამას რო იყიდი, უფრო იაფი იქნება, რამე გაცილებით ძვირი შეიძლება იყოს იმ შენ დანაზოგზე. ხო და ასეთ ვითარებაში გირჩევნია ჩვეულებრივ მაღაზიაში მიხვიდე და იქვე ჩაგიწერონ ეგ პროგრამები და უკვე დამშვიდებული წამოხვალ, ანუ ფულის გადახდა გირჩევნია და სრულყონ შენი ლეპტოპი რა. ეგეც ასუსტებს იმ ვარაუდს, რომ მაინდა-მაინც ონლაინ მაღაზიაში შეიძენს უმრავლესობა არა. პირიქით, ჩვეულებრივ მაღაზიაში წავლენ და ეგრეც ხდება ხოლმე არა. გევარიანტი, ონლაინ მაღაზიაში ლეპტოპის მიწოდების დრო ერთი კვირაა, ჩვეულებრივ მაღაზიაში კი მყისიერად ხელმისაწვდომია. ნუ ეს კიდე უფრო ასუსტებს იმ ვარაუდს, რომ მაინდა-მაინც ონლაინ მაღაზიაში იყიდი. მეც ხშირად დამმართნია ეგეთი რაღაცა, ნუ ლეპტოპზე ნაკლებად, მაგრამ ნუ ტელევიზორზე, ხო, ან PlayStation-ზე და ასე შემდეგ. ანუ ონლაინში რო შეუკვეთავ, ხომ და ელოდო. იქნებ იმ დღეს ვერ გჭირდება შენ და სამუშაო გაქვს, რაღაც სერიოზული ხდება, ხო, მაინდა-მაინც PS5-ზე ხო არ არის საუბარი რომ გაერთო. და მოითმინო და ერთ კვირაში ჩავთავ და რაღაცან ტელევიზორი ცუდი მაქვს და ერთ კვირაში ახალი მოვა და რა კაი, არა, შეიძლება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაქვს და ლეპტოპის გარეშე ვერ განხორციელდება. გარშემოც არავინაა რო ითხოვო, ხო და რა გამოდის, ნახე, ერთი კვირა რო ელოდო დაზარალდები, ცოტა დრო ხო არ არის. და შეიძლება საერთოდ გაგაგდონ სამსახურიდან თუ სადღაც მუშაობ და
ლეპტოპით გინდა რომ გააკეთო ეგ საქმე დისტანცირებულად, ხო? დისტანციურად. ან ნუ სტუდენტი ხარ, არ მუშაობ, მაგრამ ნუ დავალება გაქვს ასაწყობი ხვალისთვის. მერე რა შვები? ან შუალედურისთვის უნდა წაიკითხო რამე, ან სამაგისტრო გამოცდა გაქვს და ლეპტოპზე უნდა გახსნა PDF-ები, ხო და მასეთ შემთხვევაში ყველა ვარიანტი ჩვეულებრივ მაღაზიაში მიხვალ, ეგრევე აიღებ და დამშვიდდები. მაგდო შენ აღარ ფიქრობ იმაზე, 10%-ით დაბალია ფასი თუ რა, ახლა გჭირდება და ონლაინში აღარ იყიდი, წახვალ იქვე შეიძენ ცენტრში. ეგეთ შეასუსტებს იმ იდეას, რომ უმრავლესობა მაინდა-მაინც ბრაუზერიდან იყიდის რა. არა, ეგრე არ იქნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აი ასეთ ვითარებაში მეც ეგრე გამიკეთებია და ალბათ შენც ხო, როცა რაღაცა მიწოდების დრო დიდია, გირჩევნია ფეხი გაატოკო და სხვაგან წახვიდე, ხო, ეს ფეხი სპეციალურად თქვი. D ვარიანტი. ონლაინ მაღაზიაში შეძენისას ნივთის ღირებულებას მიწოდების საფასური ემატება. აჰა, ეხა შენ თუ რეგიონში ცხოვრობ სიტყვაზე და იყიდე მაღაზიაში ლეპტოპი ოღონდ ონლაინ მაღაზიაში. 10% ხო დაზოგე. ხო და შეიძლება იმდენად დიდი იყოს მიწოდების საფასური, ხო? აი თეორიულად რო განსაზღვროთ, რომ წონითი ანგარიშეს დაუშვათ, ხო? ფოსტა ხომ ასე ანგარიშობს. და ნუ როგორც წესი საკურიერო სერვისი ნაკლებად განიხილავს წონას, მაგრამ არის ეგეთი სერვისებიც კი და სხვათა შორის აი ექსპრეს მომსახურება და ასე შემდეგ. ხო, ეგ ხო ბევრ კომპანიას არ აქვს დაბალი ფასი მაღაზე რა, მით უმეტეს თუ შორს ხარ. ხო და ნახე როგორი რაღაც არის თუ ონლაინში იყიდე რაღაც ლეპტოპი და მიწოდების საფასური დაემატა, კაცმა არ იცის ეგ საფასური რამდენი იქნება. მაინდა-მაინც ყველგან 3 ლარი ხო არ არის ან 2 ლარი. შეკვრას ყიდულობ ლეპტოპია რა, სერიოზული ის არის, მაგას დაზღვევა შეკვრა ჭირდება, რაღაცა ისეთი ტრანსპორტით გადაადგილება, რომ არ დაზიანდეს პროდუქტი და ასე შემდეგ. ხო და შეიძლება 100 ლარი რო ღირდეს ლეპტოპი და 90 ლარი გადაიხადე, მიტანის საფასური თუ არის 15 ლარი, წაგებაში ხარ. ამიტომ ავტორი როცა აპელირებს და ორიენტირებს იმაზე, რომ სტუდენტები იმიტომ იყიდიან ლეპტოპს ონლაინ მაღაზიაში, 10% დაბალია საშუალო ფასი, არა. შეიძლება მაინც იზარალო აი მიწოდების საფასურის გამო. ანუ ესეც მიზეზი არის, რის გამოც ჩვეულებრივ მაღაზიაში მიხვალ, ფიზიკურად აიღებ ამ ლეპტოპს, ხო, მიწოდების საფასური აღარ იარსებებს და პოტენციურად შეიძლება უფრო ნაკლებიც კი გადაიხადო, ხო? აი ეგ არის მიზეზი, რის გამოც ესეც ეჭქვეშ დააყენებდა იმ იდეას, რომ იყიდიან კია სტუდენტები ამ ლეპტოპს ონლაინში? შეიძლება არა და დიდი მინიშნება დეში რო არა, იმიტომ რომ მიწოდების საფასური შეიძლება მაღალი იყოს. და ევერსია არის, რასაც გონებ რომ სწორი იქნება, იმიტომ რომ ლეპტოპების ყველაზე ძვირადღირებული მოდელები მხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებში იყიდება. ნახე, როგორ ფიქრობ სტუდენტები რატო წერია აქ და არ წერია გეიმერები მაგალითად. მეც გეიმერი ვარ, მიყვარს გეიმინგი, ოღონდ ლეპტოპზე და PC-ზე არ თამაშობ. ნუ PlayStation-ზე. PlayStation 5-ზე, მაგრამ ნახე რა თემა სპეციალურად წერია სტუდენტები, როგორ ფიქრობ, სტუდენტს მაინდა-მაინც ძვირადღირებული მოდელი ესაჭიროება, ანუ კარგია თუ ექნება, ცუდი კი არ არის, მაგრამ ეგ არ არის სავალდებულო, რომ ძვირადღირებული მოდელი მოუნდეს სტუდენტების უმრავლესობას. მე ვთვლი, რომ პირიქით არის სტუდენტების უმრავლესობისთვის საჭირო არის ლეპტოპის საშუალო სიმძლავრის მექანიზმი, ხო, ანუ საშუალო დონის კომპიუტერი. იმიტომ რომ სტუდენტს რა ევალება, რატო ყიდულობს ამ ლეპტოპს, რომ ითამაშოს, არა, ხო, დავალებები რო აწყოს და ასე შემდეგ, ხო? და ნუ სწრაფი იყოს. ეხლა დღესდღეობით ყველა ლეპტოპი სწრაფია და ამიტომ ძვირადღირებული მოდელი შეიძლება გასაგებია, რომ ჩვეულებრივ მაღაზიებში იყიდება, მაგრამ შეიძლება სტუდენტებს სულ არ უნდოდეთ ეს ძვირადღირებული მოდელები. და აკმაყოფილებდეთ როგორც საშუალო დონისა, ასევე დაბალი დონისაც კი, ხო? და თემა რა არის, რომ ანუ შენო ყველაზე ძვირადღირებულ მოდელებს, მაგალითად არის ეგეთი ლეპტოპის მოდელები 9000 ლარი რო ღირს და მეტიც 15000 ლარიანი ლეპტოპიც მინახავს და სხვა. ეგეთ სტუდენტი რატო იყიდის? ყველაზე ძვირადღირებული რას ნიშნავს? ანუ რაც კი არის ჩამოთვლილი მაგათზე ყველაზე ძვირიანი, მაგალითად $100,000 ლეპტოპი. როგორ ფიქრობ ეხა
სტუდენტი როცა გაიგებს, რომ $100,000 ლეპტოპი ჩვეულებრივ მაღაზიაშია, რას გააკეთებს? წავა და იყიდის? ანუ განა არ შეიძლება, ლოგიკაში ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მოსალოდნელი არ არის ეგ. მით უმეტეს თუ 10%-ით დაბალია, პროცენტი რაც არ უნდა იყოს, რაღაცით ხო დაბალია ონლაინ მაღაზიაში ლეპტოპის საშუალო ფასი. ხო და თუ მაგით ორიენტირებს ადამიანი, ესე იგი, რატო ურჩევნიაო ავტორმა, რომ ონლაინში იყიდოსო სტუდენტსო ლეპტოპიო? ხო, იმიტომ რომ ფასი დაბალიაო. ხო და თუ ყველაზე ძვირიანი მოდელები ჩვეულებრივ მაღაზიაშია, ნიშნავს ეს კი იმას, რომ ეს სტუდენტები უარს იტყვიან ონლაინში ლეპტოპის ყიდვაზე და გაიქცევიან და ჩვეულებრივ მაღაზიაში იყიდიან იმ მოსაზრებით, რომ აი ყველაზე ძვირიანი მინდა. არა, ეგ არის უაზრობა რა, უაზრო დაშვებაა. მოხდენადია, მაგრამ არა მოსალოდნელი. იმიტომ რომ კითხვა იყო ჩამოთვლილთაგანო, ყველაში გარდა ერთისაო გამოკვეთილია გარკვეული მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იყოს ის ვარაუდი მცდარი, რომ უმრავლესობა ლეპტოპს ონლაინ მაღაზიაში შეიძენს. ვარიანტის შემთხვევაში უმრავლესობა სტუდენტებისა ლეპტოპს ონლაინ მაღაზიაში დიახ შეიძენს, იმიტომ რომ თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვეულებრივ მაღაზიებში ლეპტოპის ყველაზე ძვირიანი მოდელებია, უმცირესობა, კაი, შეიძლება წავიდეს და იქ იყიდოს ეგ ყველაზე ძვირიანი, მაგრამ უმრავლესობა რას იზავს? აი 10%-ით დაბალ ფასიან ლეპტოპს შეიძენს ონლაინში. ანუ ერთი მეორეს კი არ ეწინააღმდეგება. ანუ ვარიანტში რაც წერია, არ უარყოფს არანაირად იმ ფაქტს, რომ უმრავლესობამ სტუდენტებისა ლეპტოპი ონლაინში იყიდოს და შეჯამების სახით, ხო? A-ში, B-ში, G-ში, D-ში დასახელებული იყო უპირატესობა ჩვეულებრივი მაღაზიებისა. პირველში ასორტიმენტი, მეორეში პროგრამების ფასიანების უფასოდ ჩაწერა, G-ში მიწოდების ნულოვანი დრო, ანუ ეგრევე ჩაავლებ ხელს და წამოიღებ სახში და D, D იყო რა, საფასური საკურიერო არ არის რა, იმიტომ რომ ისიერად ხელმისაწვდომი იგივე არის, რაც ექთემა, ხო, რომ საფასური მიწოდების არ გემატება. ეგენი არის ბენეფიტები უპირატესობა, მაგრამ E-ში უპირატესობა ჩვეულებრივი მაღაზიისა არ ჩანს რა. იმიტომ რომ შეუძლებელია ესე თქვა, რომ აი ჩვეულებრივი მაღაზიის უპირატესობა ისაა, რომ იქ ყველაზე ძვირადღირებული მოდელები იყიდება. ეგ კონკრეტული სეგმენტისთვის, როგორიც არიან, NASA-ს მეცნიერები დაუშვათ, ხო? აი ეს გეიმერები და სტრიმერები და ასე შემდეგ. მაგრამ არა ჩვენთვის, ხო? იმიტომ რომ აქ არ წერია, სხვათა შორის ზომიერად წერია, ხო, რომ სტუდენტების ყველა სტუდენტიო ლეპტოპს ონლაინ შეიძენს კი არა. სტუდენტების უმრავლესობაო, ხო? უმრავლესობა ონლაინ შეიძენდა, იმიტომ რომ 10%-ით დაბალია ფასი და რახან ყველაზე ძვირადღირებული მოდელები ჩვეულებრივ მაღაზიებში იყიდება, ეგ არ ნიშნავს, რომ სტუდენტების უმრავლესობა იქ გაიქცევა ამ ძვირადღირებულის საყიდად. ეს ნონსენსი დაშვება იქნებოდა. ამიტომ ხო, conclusion stands არსებობს ასეთი ნათქვამი, ანუ დასკვნა რჩება და ვალიდურია, კი. ვარიანტი ვერ შეასუსტებს იმ იდეას, რომ სტუდენტების უმრავლესობა ლეპტოპს შეიძენს ონლაინ მაღაზიაში, დიახ, ხო? ვფიქრობ გასაგებია თუ რატომაც უნდა იყოს პასუხი სწორი. კარგი.